დილამშვიდობის ახალხებო. აბა როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? დღეს არის 20 თებერვალი. გარეთ არის გაზაფხული. სამი ჩიტი დაფრინავს და არ ვიცი ხა ეს რა ჩიტებია, ჯერ ხო ალბათ ბეღურები. მაგრამ უფრო დიდები ჩანს. ჯერ მერცხლები არ იქნებიან, მერცხლები როდის პონტებიან. ევას ყელის ტკივა. ესე აკეთებს და გეგონება გულიერება, აი აქ რო ეფხანებას არის, ხო იცი რაღაც ეგრე აქ. შემაშხურებინა რაღაც ყელში. ეხლა გავაკეთე ვიდეო ხინკლის. ხინკალი მომინდა. ეხლა არის პირველ საკლია 13 წუთი. თანგული მერევა, მეც გაციბული ვარ. გუშინ საზიზღრატკიო და ეს ყური და ყაბა. ამაი დავლი, გამაყუჩებელი და ყურში ჩავიწვეთე კიდე. აი ბავშვს ძლივს წავკითხე, 2 ზღაპარი იმდენად, ანუ 2 ზღაპარი კი 2 წიგს კითხულ ხოლმე მთლიანს ძილის წინ, მაგრამ აი ამას ძლივს ვამოძრავებდი საერთოდ. ყავა მინდა და ხინკალი მინდა. მოდი ჯერ ხინკალი გავიცხელოთ და ვჭამთ. და მერე ვფიქროთ ხინკალი თუ არის, ნახოთ ჯერ ხინკალი თუ არის უფრო სწორი. და მერე არ ვიცი ხო მესამე დღეა და კი გავაფრთხილე ერთიც არის შემინახე. კი შევნახე ერთი ჩემი კბილებს ყორე. ყორე ერთი ცალი. და ერთი პელმეშკა. რამდენიმე ცალი პელმენის გავაკეთე. პელმენი არ და ხინკალი. სხვა ხინკალი მაინც რა. პელმენი. ეხლა ამას შეწვა მოუხდები და მეთანხმეთ, მაგრამ ისედაც დავუთვალე ხალხო და ჩემსას. რესტორნის უფრო ის არის დაბალკალორიული, აშკარად ეს, ანუ ეს 4 ცალი რო ჭამ, იმას უდრის 7 ცალს. ანუ იმდან ნოყიერია ეს 2 სუფრის კოვს ფარშს უდებ გულში. ცხადია რომ იქნება. ხოლმე მოკლედ 150 კალორია აქვს 100 გრამზე. ის 100 გრამზე არა, 1 ცალს. ხო და ამიტომ არაფერს აღარ იმასვიზო რა. ზეთში აღარ შევწოთ, ან მეც ზეთში შევწოდი ჯამს. აი ჩემი კვაშენაია, როგორი კვაშენაია ხდება, ეხლა გაჩვენე. გაწუნიანი. ჯერ არ არის. ცხადია. 4 დღე უნდა. მაგრამ შეხედეთ. ონახოდეს თუ არის საკმაო ნორმ. წავიდეთ და შევსჭამოთ. გემრიელად ჩვენი კუთვნილი ბოლო ხინკალი. ხალხო, ეს ჩემი გაკეთებული ხინკალი. და ეს მე გავაკეთე 2 დღის წინ. ერთი ცალიღა დარჩენილი. გახეული იყო ეს. ნახე. ახლა წიწოდება. არ დამეზარა კალორია დაუთვალე.
ნახე, წონი მაინც აქვს, არა ნუ იღრები. ხო. თან ნახევრად ცივია. ხალხო. ასე იგი. ნახეთ რა შესაქმე. დავთვალე კალორია და ერთ ცალს გამოვიდა 190 კალორია. ჭამე 4 ცალი. შენივად დამონაყრა. მეყო ვერსად ვერ იყიდი ესეთ ხენკალს, როგორც სახში მომამზადე. მოკლედ. რისი თქმა მინდა? დაგაგვიანდა ბონჭკა. რისი თქმა მინდა? ნახეთ, ის საკვები, რომელიც ძალიან გიყვართ, არ უნდა იყოს თქვენს ტვინში დარღვევის საკვები. ანუ თუ მარტო მაშინ შეჭამ საჭმელს, რომელიც ძალიან გიყვარს, როცა არ ღვევ, შენ ტვინი დაიმახსოვრებს, რომ ეს საჭმელი არის დარღვევის საკვები და როცა ამ საჭმელს შეჭამ, ყოველთვის გენდომბა რომ კიდევ მიაყოლო სხვა რაღაცები. ამას მოგთხოვ შენ ტვინი, ისე რომ შენ ვერც მიხვდები. და ძალიან კარგია რომ მაგალითად მე დავუთვალე კალორიები, 4 ცალი შევჭამე და რა ვიცი, დამშვენივრად ვიყავი იმ დღეს. ღამე კიდე მინდოდა 1 ცალი, მაგრამ აი ეს 1 ცალია. 2 დღე გავიდა გუშინ, საერთოდ აღარ მინდოდა. ეხლა ისევ გავიკვირდი, გავაკეთე ვიდეო, სადაც ვაკეთებდი ხინკალს და ეგ რომ ნახე მომინდა და რატომაც არა მივირთვი. 150 კალორია ერთ ცალ ხინკალში მე მემეტება. ჩემს მომზადებულ შემეცავსია ხორცით და საქონლის ხორცი იყო უფრო დიდი წილი, ცხიმი იყო უფრო ნაკლები და ასე შემდეგ. უბრალოდ ძალიან ბევრი გულსათი ქონდა. ხო, ამიტომ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი უნდა ვჭამოთ და უნდა ვისწავლოთ ზომიერება. ეს არის მთავარი და არა ის, რომ ვკანკალებდეთ და ან საერთოდ არ ვჭამდეთ იმას, რაც გვიყვარს, ან კიდე ჩავწვეთ შიგ და ვეღარ წამოვდგეთ 2 კვირა. არა. შუალედი, ოქროსი. ხო კი. განაყოლოთ. ჩემი ზღაპრული კექსი. ეს ნაჭერი შემთხვევით შევინახე. ამიტომ შემიძლია არ დავინდო. ესე გავჭრათ, აბა. ხერი ნაჭერი ბევრი არ მინდა. ვიკაბეს. ხოიათ საკმაოდ იქნება. ის მე. Orada 13 gramja. It's perfect. Ida ginda. Mama gıtlave. Zed ekranze daiețuet. O 10 grame brânză iogurt. Not open.
ვიჭდები ამ გემოზე. Chris Wellis gemo აქვს ამგვარად. ხო. ხომ გავიკეთო მაკიაჟი. მაკიაჟს მე ხო არასდროს არ ვიკეთებ. და ეხლა უნდა გავიკეთე შუაღამისას. ვერ მიხვდებით რატომ? მაგრამ გეტყვით. მომწერეს მიბურიტოდან. ესაო, დააგემოვნეთო ჩვენი ბურიტოვო. ხო და მოკლედ შევთანხმდით ყველაფერზე და ბოლოს ვეუბნები, როცა გამომიგზავნით, მეთქი წინა დღეს მითხარითქო რა. და წინა დღეს ვიცოდე მეთქი. რომ იმ დღეს ბევრი არაფერი ვჭამოთქო რა. წონაში ვიკლევთქო და უკვე დავიწყეთ გაკეთებაო. ეხლა ვაგზავნიდითო. მეთქი ხა მე ღამე მორჩი უკვე თან ეხა იცით როგორ ნაჭამია. საერთოდ არ მშია. აი ეს ბურიტოს გასინჯვა ყოველთვის მინდოდა და ბურიტოს მუკბანგის გადაღება იცით როგორ მინდოდა. აი ამერიკულ იმებს რო უყურებდი ხოლმე მუკბანგერებს. რომ ამერიკულ ბურიტოებს რო ჭამენ, ვაიმე როგორ ძალიან მინდოდა ხოლმე ისიც რომ მეთქი როდის შემოვა საქართველოში რომ მეც გავსინჯოთქო და გავსინჯო და მუკბანგი გადავიღოთქო. ხო და აი და თურმე ღამე ყოფილა მაგისი დრო ხალხო. ხო და ასე დავიწყეთ აკეთებაო და ხა რა ვიცი ხალხს ხო არ დავაზარალებ ის ინგრედიენტები და რაღაცა ისევ მე დავზარავდე ჩემი მუცე დავზარავდეს თან დღეს შენარჩუნება მაქვს ნაჭამი 1700 კალორია მაქვს ნაჭამი და 1700 კალორიას დაემატება ზეთ ბურიტო მიტო მაპატიე მუცელო უი რა კალორიები ჯუიჟი ჭოიჟი მუჭუკი ორგონ მიყვარს გრახალოსისა რა ქვია ზღაპარი ვერ წარმოიდგენთ ეს რო ვიყიდა იქიდან არ მუშაობს ანუ აი აქედან არ გამოსდის არასდროს ვიცი რატომ ნახეთ როგორ შეიცვალა უკვე სახის ტონი ეს გავიკეთე როდის იცით ეს მაკიაჟი ამითი ქორწილში რომ მივდიოდი ეს მე არ გამიკეთები ამ მგონი ადამიანს ეს წარმოვიდგენდი რომ დღეს გამოგზავნია არავის არ გამოგზავნია იმ გოგო ის გოგო რომ წერდა ორმა რა უნდა გამოიგზავნა 3 კვირა მწერდა და მაინც არ გამოგზავნა საბოლოოდ შაურმა ზოგი 3 დღეში გზავნიდა ზოგი რაღაც და ასე თქო მიდი ერთი ის მომიტანე ყურის ჭხირი
ერთი ცალია მომდინოთ. ეს აიდა დღის სინათლეზე მიყვარს გადაღება და თაროცა მშია. ხო, მშია. მაგრამ მომერიდა ხალხო. ფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. იმიტომ რომ ადამიანები ბიზნესს აკეთებენ, იწყებენ რაღაცა და ყველა ის მნიშვნელოვანია რა. ნიუანსი ესე მიმაჩნია. სიტას გამოვიცვლი და ეგა და ეგრა. აბა რომელ საათზე ჭამ ბოლოს რომელ საათზე ჭამო და აგერ შუაღამისას დავაგემოვნოთ ბურიტოები რა სიტყვით. ისეთ სასწაულებრივი სუნია მოდის. შუაღამისას დავაგემოვნებთ მიბურიტოს და აბა ვნახოთ როგორია. ხალხო, ესე იგი ყოველთვის მინდოდა. ვუყურებდი ხოლმე მუკბანგებს ძალიან გემრიელად რომ ჭამდნენ, სულ მაინტერესებდა როგორი იყო ეს ბურიტო და მინდოდა რომ საქართველოს შემოსულიყო და მე დამეგემოვნებინა და აი ამ შუაღამისას მაქვს მაგისი პატივი. დოგვის соуსი, რომელიც არის ახალი დამატებული, როგორც ვიცი. აგემრიელია. ძალიან უხდება ფრის. ძალიან. ეს არის ჩიპოტლეს ბურიტო და ძალიან მაინტერესებს როგორია. დება ნახოთ. ვაიმე საყვარელი. ნახეთ. ძალიან სიმონო სუნი აქვს პურს. ლავაშს ნახთობა. პირველი ლუკმა. ბონჭოსაც უნდა. ხირდა ხამის 11 საათზე. ფენს გინდა? აბა გამისინჯე. ძალიან წვნიანია. წვნიანი და ძალიან გემრიელია. პური ძალიან გემრიელია. ეს არის ახალი დამატებული ტკბილი მდოგვის соуსი. ძალიან მაინტერესებს როგორია. აბა ვნახოთ. ძალიან გემრიელია. ძალიან უხდება. იმედი მქონდა რომ გავჩერდებოდი ერთზე.
გემრიელია. ძალიან გემრიელია. ზე. დაწერთ. თუ გაგიფინჯავთ. ძალიან რომელი ბურიტო არის თქვენი ფავორიტი?